გასიზამდი შენი ოჯახის წევრი რომ დაეჭირათ უსამართლოდ. შენი და ან შენი ძმა რომ დაეჭირათ უსამართლოდ, გასიზამდი. უსამართლოდ რომ დაეჭირათ შენი მეგობარი, გასიზამდი. შენი ოჯახის წევრი რომ უსამართლოდ დაეჭირათ, გასიზამდი. გასიზამდი მითხარი. თბილისში 9 აპრილის მემორიალთან იქ, სადაც ყოველ წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, წელს ყველაფერი სხვანაირად იყო. 9 აპრილის მემორიალი ფიზიკურად გახდა დასაცავი იმ რუსული რეჟიმისგან, რომელსაც სამშობლოსთვის თავგანწირვა უაზრ მსხვერპლი ჰგონია. მემორიალის დაცვა იმ ადამიანების მშობლებმა გადაწყვიტეს, რომლებიც გისოსებს მიღმა ქვეყნის სიყვარულის გამო აღმოჩნდნენ. ისინი ვერ გაეკარებიან 9 აპრილის მემორიალს, იმიტომ რომ მათ არანაირად არ აქვს მორალური უფლება 9 აპრილის მემორიალთან მიიტან ყვავილები მაშინ, როცა ამ ბავშვების, ამ ახალგაზრდების დაანთხეულ სისხლზე კიდე მეტად დაანთხიეს ქართველების სისხლი. 16 წლის შემდგომ უკვე ფაქტობრივად თავისუფლება მოპოვებულ ქვეყანას ართმევენ მონაპოვარს და მიათრევენ რუსეთისაკენ. თითქოს რამე თუ ღირდეთ 9 აპრილის გარდაცვლილები და თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს მათთვის 9 აპრილს ან თავისუფლებას ან დამოუკიდებლობას. ეს თავიანთი პროპაგანდისთვის სჭირდება და ამის საფუძველს ჩვენ მას არანაირად არ მივცემთ. ეს წმინდა ადგილია 9 აპრილს ვინც თავი შესწირა საქართველოს, იმათ ისულებით ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ. ის ვისთვისაც მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, რომელიც ამ დღემ მოიტანა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკა ბეჟანიშვილის 16 წლის სკოლის მოსწავლისა და სხვა დაღუპულების ხსოვნა, ვისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას და ვინც იაზრებს მერაბ კოსტავას ნათქვამს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაშიც არ უნდა შეწყდეს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ყველა რუსთაველზე შეიკრიბა. ეს დღე გვეკუთვნის ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და არ ეკუთვნით მათ, ვინც მუდმივად ამ ღირებულებების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს. 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი თანამემამულეები დაარბიეს რუსის ხელით, რუსმა ძალოვანებმა. დღეს ჩვენ იგივე გზას გავდივართ, ახალგაზრდები და ჩვენი მშობლები. გვიწევს ამ ხელისუფლებასთან გამკლავება. დღეს გვარბევს ქართველი, ოღონდ რუსის ხელით. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ კიდევ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუმცა არ დავნებდებით და ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მომავლისთვის, რომელიც ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი და გვინდა რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც არაფერს არ შეგვეშინდება და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. წლევანდელი 9 აპრილი არის განსაკუთრებული და განსხვავებული სხვა 9 აპრილებისგან. არასდროს საქართველოს არ ყოფილა ასეთ საშიშროების წინაშე, რომ დაკარგოს თავის დამოუკიდებლობა და დაკარგოს თავისი ევროპული მომავალი. მე მგონია, რომ დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებით მთავრობაში ბევრი იყოს ღირსი, ვინც იყოს ღირსი, რომ მივიდეს და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციის ჩააგდეს საქართველოს დღეს, რომ ყვავილები ზუსტად აი ამ მემორიალთან დადან. ტიტებით მოფენილი 9 აპრილის მემორიალი და ფიცი. რუსთაველის გამზირზე 34 წლის შემდეგ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწიათ ფიცის დადება სამშობლოს, ერთმანეთისა და სინდისის პატიმრების წინაშე. პირობა მიცემულია, გაჩერებას არავინ აპირებს. არც სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დაკარგვას უშვებს ვინმე და არც უკანონოდ დაკავებული ადამიანების მარტო დატოვებას. სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ. საბჭოთა ჯარების პირისპირ. საქართველოს თავისუფლებისთვის. მათი წამებული სულების წინაშე. რეჟიმის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა. რუსთაველზე შეკრებილ ხალხს საკნიდან ხმა გააგონა სინდისის პატიმარმა თორნიკე გოშაძემაც, რომელმაც სათქმელის გადმოცემა ლექსით გადაწყვიტა. ომებს ბრძოლებს, ღმერთს ვავედრებ საქართველოს. სიზმრად ვხედავ, ჯაჭვებს მონებს არ დანებდეს საქართველო. სიზმრად ვხედავ მებრძოლ გმირებს, მათ გვერდით მსურს საქართველო. სიზმრად ვხედავ შავ სიბნელეს,
არ დაკარგავ საქართველოს სიზმრად ვხედავ ტანჯვას ტკივილს ვიცი რას გრძნობს საქართველოს სიზმრად ვხედავ ქალებს ვაჟებს შენთვის ცოცხლობ საქართველოს სიზმრად ვხედავ ჩემს მომავალს შენს მიწაზე საქართველოს სიზმრად ვხედავ თავისუფლად განათებულ საქართველოს მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს თუ სიკვდილი მიწერია შენთვის მოუკვდე საქართველოს რეჟიმის პატიმარი თორნიკე გოშაძე ვიყახარ ბრძოლა ბოლომდე პარლამენტის წინ ხალხი ლოცულობდა პარაკლისის აღავლენას, მაგრამ იქ არ იყო საპატრიარქო, რომელმაც წელს პირველად მემორიალთან ტრადიციული პარაკლისის ჩატარების ნაცვლად ქართული ოცნების წევრებს სამებაში უმასპინძლა, მაგრამ განსხვავებით ივანიშვილის გუნდის წევრებისგან, რუსთაველზე შეკრებილი ხალხის ლოცვა არ იყო უბრალოდ რიტუალი. მემორიალი გარშემორტყმული იყო სანთლებით და ლუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ყველამ, დიდმა თუ პატარა. ალბათ პირველად 36 წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ მთავრობას არ მიეცა საშუალება გამოჩენილიყო და ტიტებით ხელში ეპოზიორა 9 აპრილის მემორიალთან. კობახიძე რუსთაველის გამზირზე დილის 9 საათისთვის მივიდა, თუმცა მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შეიკეტა. მართალია თვითმარქვია პრემიერმა მემორიალთან მისვლა ვერ გაბედა, მაგრამ სიმამაცე საკრებულოს დეპუტატმა კოტე ზარნაძემ გამოიჩინა და თანმხლებ პირებთან ერთად მემორიალთან ტიტებით მისვლას სცადა. თუმცა ის მოქალაქეებმა ყვავილებით ხელში უკანვე გააბრუნეს. ვედი 9 აპრილის მემორიალზე ჩემს მეგობრებთან ერთად არა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი ერთი წამი პოპულისტი ხარ და თამაშობ. მოვდივარ და ესეთ სიბინძურეებს კადრულობენ ეს ადამიანები რა. მე რა თქმა უნდა ამ დონეზე არ დავეცემი და არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი არ დაეცემა. ზარნაძესთან ერთად მემორიალის ყვავილებით შემკობა სურდა კობახიძის სიძესაც, მაგრამ დავით ფაცაციას მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა და რუსთაველის გამზირი მოღალატის შეძახილების ფონზე დატოვა. რუსთაველის გამზირზე თანმხლებ პირებთან ერთად გამოჩნდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიც დავით გურგენიძე, სადაც მისი თანმხლები პირები 9 აპრილს შეკრებილ მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინა ორი სტუმრის მსგავსად მასაც უკან გაბრუნება მოუწია. თან იყო გამოწეული, არ მოგეცა შესაძლებლობა მისულიყო. აშიტირებული ახალგაზრდები არიან, არა აქვს. დაკავებულები იყვნენ წინარე ნამდვილი რეჟიმის დროს, მაგრამ არავის ესე არ მოქცეულა. ეს არ არის. არა, ეს ქართული ხელისუფლება. ჩემ ქვეყანაში სადაც მინდა ეკლესიაში მივალ, არა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დამალულმა კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ქართველების უმოწყალო ხოცვა ჟლეტაში უცხოური ძალა დაადანაშაულა, მაგრამ ივანიშვილის პრემიერს არ იყო გამბედაობა ერთხელ მაინც დაეკონკრეტებინა, რომ უცხოური ძალა, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები დახოცა, რუსეთია. მიუსვლელობის მიზეზადაც უცხოური ძალა დაასახელეს, რომელშიც ქართული ოცნების ლოგიკით მოიაზრება ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს ებრძვის. მე იმას საზოგადოებად აქვთ. იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ტრებით შეიქვეყნ. არ იყო დედები იყვნენ. დედებზე არ არის ლაპარაკი, არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ტრები. ქვეყნის ტრები. აქ არის საუბარი იმ NGO-ს წარმომადგენლებს, რომლებიც დღედაღამე ფიქრობენ, როგორად დააზარალონ ქვეყანა. აი ეს არის. შობლები არა მეთქი, შობლებზე არ არის საუბარი. 9 აპრილის გმირები ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას. მაგრამ რას ფიქრობთ? აი ეგ მაინტერესებს. სანტომ არ უნდათ რომ ისულიყავით? ძალიან მინდა და მე ჩემი შვილები მომეყვანა და პატივი მივაგო ჩვენს გმირებს. და არაძლევენ საშუალებას. არ შეიძლება. ვინ არის მის საშუალება? ის არ მიწა ისიც. რა ინტერესებს? თქვენ ინტერვიუს და მიმართავ ახლა შესაბამის სამსახურს და ჩამოგართმევენ აკრედიტაციას. კობახიძის განცხადება. მიმართავ და ჩამოგართმევენ. კი ბატონო, მიმართეთ, თქვენი ნება. ზოგი მათგანი კითხვაზე პასუხის გაცემის სანაცვლოდ ლეგიტიმაციის აღიარებას გთხოვს. რომელი ტელევიზია? ფორმულა, შაბათის ფორმულა. როცა ლეგიტიმაციას მიანიჭებთ პარლამენტს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ძალები ახსენა და არა რუსეთი. რატომ გაუჭირდა რუსეთის? რატომ გაუჭირდა უცხო ძალის? მანამდე ვერ შევთანხმდება. იმის დაკონკრეტებით თუ ვინ არის უცხო ძალა? ლეგიტიმურია თუ არა? გეკითხებით, თუ არა ლეგიტიმურია? სხვებისგან განსხვავებით ნინო წილოსას ჩვენგან ლეგიტიმაციის მინიჭება არ დასჭირდა, მაგრამ ჟურნალისტის დასანქცირებაში გაწაფული ეგრეთ წოდებული დეპუტატი ამჯერადაც მუქარით შემოიფარგლა.
თქვენ არ გაქვთ უფლება რომ გააგრძელოთ ინტერვიუს ჩაწერა. მოდი მე დაგისვამ კითხოს და თქვენ ანუ არ მოინტერესებს ეს კითხვა. მე ხავაპირებ რომ წავიდე. და თქვენ არ მინდა რომ გამიყვეთ რომ თქვენ არ იყოთ უხერხემლო მდგომარეობაში. რატომ არ უნდა საზოგადოებას რომ მე შევინარჩუნებ და თქვენს კითხვას დავასრულებ. დასანქცირებაზე აუცილებლად გავაგზავნი ამბიებს. მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ კითხვა ქალბატონო ნინო. როგორ ფიქრობთ რატომ არ უნდათ რომ მისულიყო ქართული ოცნების რომელიმე ეს კადრი გინდათ რომ მოხდეს თქვენს გადაცემაში. აი იმიტომ რომ მე მაქვს უფლება რომ არ უპასუხო პოლიტიკურად ანგაჟირებულ დაინტერესებულ და მათ შორის დიახ კითხვას გისურვებთ და არ მისცეს პასუხები ვერ მივიღეთ არც კითხვებისთვის მოусვენიათ ოცნებისთვის ჟურნალისტი ან მტერია ან პროპაგანდის იარაღი რეჟიმისთვის კი დიდი ხანია რაც კრიტიკული მედიის ჟურნალისტები ზედმეტ თავის ტკივილად იქცნენ რის გამოც მედია საშუალებების მოსპობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახეს მთავრობის მთავარი მიზანი განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ავტორიტარულ ქვეყნებში არის ის რომ მას არ უნდა ქვეყანაში არსებობდეს კრიტიკული განწყობა, კრიტიკული აზროვნება და გამოხატავს ზუსტად იმას, რომ მათ უნდათ რომ ქვეყანაში საზოგადოება არსებობდეს მედიის გარეშე, იმიტომ რომ ასეთი საზოგადოების დაბეჭავება, ასეთი საზოგადოების მართვა და გაწირვა არის ყოველთვის ძალიან ადვილი. შემზღუდავი კანონები, პოლიტპატიმარი ჟურნალისტები, ცემა, მუქარა, ცენზურა და დევნა ქართული მედიის ყოველდღიურობა გახდა. ამიტომაც მედიის წარმომადგენლები 8 აპრილს ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველის მიმართულებით მედიის სოლიდარობის მარში გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. სხვა ბევრ რთულ დროში ამას ქართული საზოგადოება ყოველთვის ახერხებდა და დღესაც იმედით ვარ, რომ ამ რთულ დროსაც გავივლით. კი, მესმის რომ ეს დრო არის ბევრად რთული ვიდრე როდესაც მქონია დემოკრატია, თავისუფალი მედიის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების გარეშე ვერ და არ შენდება. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ყოველთვის შესანარჩუნებლად. თუ დაიკარგება სიტყვის თავისუფლება და დაიკარგება ობიექტური კრიტიკა მედიის მხრიდან და აუცილებლად ეს ნეგატიურად აისახება ყველა სხვა მიმართულებაზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ვინაიდან მიეცემა სხვადასხვა დაინტერესებულ აქტორს შესაძლებლობა რომ საზოგადოების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველყონ. მედია კი იცავს საზოგადოების თითოეულ წევრს. ჩვენ სოლიდარობას უცხადებ ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ მედია სუსტად ამ მოქალაქეების ხმა. მედია თუ გაჩნდა, ჩვენ ვერაფერს ვეღარ გავიგებთ რა ხდება ქვეყანაში. გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს თავისუფლება. ამ თავისუფლების განუყოფელი ნაწილის და მდგენელიც არის სიტყვის თავისუფლება და არის თავისუფალი მედია. ამიტომ ან ყველა ერთად გადავარჩენთ საქართველოს თავისუფლებას და ან აღარ არსებობს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქართული მედიაც გადარჩება. ბრძოლა გრძელდება იმავე ადგილზე, იმავე მტერთან, ისევ თავისუფლების დასაცავად. 9 აპრილს შეკრებილმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ რუსული რეჟიმი საქართველოში ვერ დამკვიდრდება.